თინეიჯერის შვილის ექსკურსიაზე ან ბანაკში მარტო გაშვება საშიში და დაუშვებელია. აწიე ხელი თუ ამ მოსაზრებას ეთანხმები. თქვენი მიზანია შეთანხმებას მიაღწიოთ 100 წამში. წინააღმდეგ შემთხვევაში დაისჯებით. წამზომი ჩაირთო. მოდით რეალობას თვალებში ჩავხედოთ. თინეიჯერი ჯერ კიდევ ბავშვია. შესაბამისად, მისი მარტო ექსკურსიაზე ან ბანაკში გაშვება ზედმეტად სარისკოა. ბავშვმა დამოუკიდებლად შეიძლება სარისკო გადაწყვეტილებები მიიღოს. მაგალითად, მარტო გავიდეს სადმე ტყეში ან რაიმე მსგავსი. ამიტომ მშობელი იმისთვის არსებობს, რომ იგი დაიცვას. ბავშვის დაცვა არ ნიშნავს მის იზოლაციას. თუ მას მუდმივად ჩაკეტილ საზღვრებში ვამყოფებთ, ის ვერასდროს ისწავლის დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას, კომუნიკაციას. კი, მაგრამ თინეიჯერის ტვინი ბიოლოგიურად ისეა მოწყობილი, რომ მას რისკის შეფასების ცენტრი ბოლომდე განვითარებული არ აქვს და რატომ უნდა გავრისკოთ ბავშვის უსაფრთხოება თუნდაც გამოცდილების ფასად? იმიტომ რომ გამოუცდელობა თავისთავად უკვე საფრთხეა. თინეიჯერი, რომელსაც მანამდე არასდროს მოუგვარებია კონფლიქტი დამოუკიდებლად მშობლის ჩარევის გარეშე, 18 წლის ასაკში ის უკვე უნივერსიტეტში ან ცხოვრებაში სრულიად უმწეო აღმოჩნდება ამ გამოწვევებთან. ბანაკში კი ის სწავლობს, როგორ დაამყაროს კავშირი უცხო ადამიანებთან და შეიძინოს ახალი მეგობრები. ხო, მაგრამ სოციალიზაცია ოჯახში, თანატოლებთან ან სკოლაშიც არის შესაძლებელი, ხოლო ბანაკში შეიძლება ვინმე ბულინგის მსხვერპლი გახდეს. ან სხვა ბავშვისგან მავნეჩვევები აიღოს. როცა კონტროლი სუსტია, ლიდერობას ძირითადად ისეთი ბავშვები იღებენ, რომლებიც სხვებს ცუდისკენ უბიძგებენ. ზუსტად აი ამ საფრთხეების პრევენციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწორად შევარჩიოთ ის ადგილი, სადაც უშვებთ ბავშვს. ბანაკში არ არის საკმარისი მხოლოდ ფიზიკური უსაფრთხოება და ტექნიკურად გამართული გარემო. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოემოციური უსაფრთხოება. არ არის საკმარისი მხოლოდ ფსიქოლოგის ყოფნა ბანაკში. ჩვენთან მაგალითად აბსოლუტურად ყველა ლიდერი, რომელიც ბავშვებთან მუშაობს, გავლილი აქვთ ტრენინგი, როგორ მოახდინონ თუნდაც ბულინგის პრევენცია. როგორ აირიდონ თავიდან ფავორიტიზმი, როგორ შეკრან უნდათ ბავშვები ნაცვლად იმისა, რომ შექმნან კონკურენტული გარემო. მართალი ხართ, ბანაკის შერჩევაზე ბევრია დამოკიდებული, ამიტომ ის ფაქტორები, რაც ჩამოთვალეთ, ნამდვილად გასათვალისწინებელია. დრო ამოიწურა. წარადგინეთ შეთანხმება. თინეიჯერის შვილის მარტო ბანაკში ან ექსკურსიაზე გაშვება შესაძლებელია, თუ ბანაკს სწორად შევარჩევთ. შეთანხმება მიღწეულია. თუ გინდა უსაფრთხო გარემოში შენი უნარები განივითარო, თან გაერთო და თან ისწავლო და რეგისტრირდე მწვანე ბანაკში. ლინკს ჩვენს ბაიოში არსებულ Linktree-ში იპოვე.